ხა ლეგიტიმაცია ახსენეთ თქვენ და მოდით აი გუშინდელ მოვლენაც გავიხსენოთ. რამდენად სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს ოცნება, როდესაც ერთის მხრივ ამბობს, რომ მისთვის ასე ვთქვათ, არ არის ისეთი დიდი მნიშვნელობის მქონე ეს ყველაფერი, რაც ხდება, მაგრამ მეორეს მხრივ აი ფოტოა და ხელის დაქნევა, ხელის დაქნევა, ამასაც კი ცდილობს გაასაღოს როგორც რაღაცა ერთგვარი ტიპის ლეგიტიმაცია და ამ დროს ჩვენს მოქალაქეებს კარგად უნდა აუხსნათ ერთი რამ, რომ სხვათა შორის არ მინდა ხა დღეს კვირა დღე არის და სერიოზულ თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ცოტა სიმსუბუქესაც შემოვიტან თქვენის ნებართვით კვირა დღის ფაქტორის გათვალისწინებით. კოლექტიური ვალოდია ჯინჭარაძეები არიან, ეხლა რომ მოვდიოდი თქვენთან გზაში ამას ვფიქრობდი რა და მინდა მაყურებელს გავახსენო, ვინ იყო ეს პერსონაჟი ცნობილი ფილმიდან არაჩვეულებრივი გამოფენა. ისიც იყო შემდგარი ადამიანი, მატერიალურად ძლიერი ადამიანი, რომელსაც რაღაცა პერიოდში რაღაც სხვა მოთხოვნები გაუჩნდა, ანუ მასაც ერთგვარი ლეგიტიმაცია სჭირდებოდა იმ თავის ყოფილ კლასელებთან და ასე შემდეგ და კარგად გვახსოვს ის დიდი кейფი, რომელიც ბოლოს ისე დასრულდა, რომ ყველამ დატოვა ეს ადამიანი, მთავარი ორგანიზატორი, ასე ვთქვათ, ინიციატორი იქვე დატოვა იმ ნასუფრალის ფონზე და არავინ არ მოისურვა მასთან ურთიერთობის გაგრძელება. აი დაახლოებით ამ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი დღევანდელმა ოცნებამ და მართლა კოლექტიურ ვალოდია ჯინჭარაძეებს დაემსგავსნენ და ეს პროცესი აჩვენებს, რომ თურმე მნიშვნელოვანია ლეგიტიმაცია და მხოლოდ ქვეყნის შიგნით საზოგადოების განწყობა მართალია სულ სხვაგვარად ხედავს ამ განწყობას, მაგრამ არის მთავარი, მაგრამ მეორეს მხრივ ხო, ეს შეიძლება ამას ავლენდეს ქართული ოცნება, მაგრამ ახერხებს თუ არა ასევე შედეგის მიღებას ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაც ლეგიტიმაციის ნიშნებს ეძებს და ხო და ამაზე ვსაუბრობ რუსეთიდან ზუსტად რომ თუ ჩვენ ამ ყველაფერს რაც აი ბოლო პერიოდში მოხდა ხო ნუ მოდი გამოვყოთ სამი მოვლენა რასაც ცდილობს რომ ლეგიტიმაციად გაასაღოს ხო ეს პირველი არის ეს გუშინდელი პაპის დაკრძალვაზე ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ყოფნა ასე ვთქვათ მეორე ეს არის ვიცე-პრემიერ ლეონ დავითაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე მესამე მე მხოლოდ ბოლო დროინდელ მოვლენებს ვიხსენებ ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში და მოდი თქვენის ნებართვით აი კარგად რო ახსნათ რამდენად არის ეს დაკავშირებული ლეგიტიმაციასთან ძალიან მოკლედ სამივე შევეხები ხო დავიწყოთ ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტით ეს პირველ რიგში გავახსენოთ მოქალაქეებს რომ ეს იყო რეგიონული ვიზიტი ეს იყო დაგეგმილი ვიზიტი როგორც საქართველოში ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ასევე კიდევ ერთი რამ ეუთო ოდირი იმაზე მკაცრ იმაზე კრიტიკულ შეფასებას ვერ გააკეთებდა და ვერაფერს სხვას ვერ მოიმოქმედებდა ვიდრე ის რაც გააკეთა მან საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც დადო ისტორიულად ყველაზე კრიტიკული დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და მოაყოლა ამას მთელი რიგი რეკომენდაციების, რომელიც დღეს თუ არაფერი არ შესრულებულა, პირიქით ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები. მაგრამ მაშინაც ამბობდნენ, რომ ასეთი მწვავე იყო ეს დასკვნა და უპრეცედენტოდ მწვავე იყო, ახალი არჩევნების მოთხოვნა ეუთოდირის დასკვნაში არ ყოფილა. და არ აღიარებაც მაგას ნიშნავს, ხომ? არ გაღიარებ როგორც მოსაუბრეს, როგორც მართლობის მქონეს ლეგიტიმურად და ვითხოვ შენგან ახალ არჩევნებს. დიახ, რუსუდან ნახეთ, ამიტომ მინდა უფრო მეტი სიცხადე შევიტანოთ ჩვენ ამ ყველაფერში. ვერ იტყოდა ეუთო ამას. ანუ ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს და ჩვენს მოქალაქეებს სიმართლე უნდა უთხრათ. ვერ იტყოდა, იმიტომ რომ არ არის ეს ეუთოს მანდატი. ეუთოს მანდატი არ არის არჩევნების აღიარება ან არაღიარება, რომელიმე არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაცია ან არალეგიტიმაცია. ამიტომ ვცდილობ ძალიან მოკლედ. ეს მანდატი პოლიტიკოსების და მათ შორის სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ანუ ნახეთ, ეუთოს მანდატი არის ის დადოს კრიტიკული დასკვნა ფაქტებზე დაყრდნობით და შემდეგ მისი არათუ ლეგიტიმაციასთან არის კავშირში რაიმე ტიპის დიალოგი, თუნდაც დე-ფაქტო მთავრობასთან, არამედ პირდაპირ გეტყვით, მათი პირდაპირი მოვალეობაც კია. და ჩვენ შევახსენოთ მაყურებელს, რომ ეუთოს წევრი სახელმწიფოები 57 სახელმწიფო არის ეუთოს მოქმედი წევრი, არიან ისეთი ავტოკრატიული ქვეყნები, როგორიც არის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი მაგალითად, როგორიც არის ყაზახეთი, როგორიც არის ბელორუსია და ასე შემდეგ. და მიუხედავად იმისა, რომ იქ ყველაზე დიდი დარღვევებით ტარდება არჩევნები, თუმცა სამწუხაროდ საქართველოს უკვე გაასწრო მათაც კი, ეუთო მათაც ელაპარაკება. ანუ ნახეთ რის ახსნას ვცდილობ რუსუდან კიდევ ერთხელ. ჩვენ მოქალაქეებს უნდა უთხრათ, რომ საუბარი მათ შორის ეუთოს მხრიდან, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივნის მხრიდან დე-ფაქტო ხელისუფლებასთან არანაირად არ არის დაკავშირებული ამ არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებასთან. ეს ამ მოლოდინის შექმნაც არასწორია. აი ჩვენ ვნახეთ ხომ ერთ-ერთი პოლიტიკური ალბათ ქვეყნის შიგნით ოპოზიციის მხრიდან შეიქმნა მათ შორის, იმიტომ რომ აი როცა არავინ ესაუბრება ქართულ ოცნებას, არავინ ხვდება და ხელს არავინ ართმევს, ეს იყო ოპოზიციის მხრიდან ასე წარმოჩენილი და დანახული, რომ მათ არ აღიარებენ თორემ. თუ ახლა ესაუბრება და
საუბარიც არ არის მაინც და მაინც აღიარება. ანუ რა თქვენი აზრით მაგალითად შტატებში თეთრ სახლში რომ შეხვედრა ჰქონია ლევან დავითაშვილს და სახლების მაღალჩინოსას რომ შეხვდა, იქ საუბარი იქნებოდა ახალ არჩევნებზე? ხო ვერ გეტყვით ზუსტად იქნებოდა თუ არა ახალ არჩევნებზე, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, რომ იქ საუბარი იქნებოდა კრიტიკული, ეს ერთი. მეორე, ეს შეხვედრებიც არანაირად არ არის დაკავშირებული ლეგიტიმაციასთან და აღიარებასთან და გავახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ საქართველოს დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია, მათ შორის პირველი ვიცე-პრემიერის დონეზე, რომ თალაგდა ამდენი მინისტრი და წავიდა იქ, წავიდნენ მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრაზე და ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ვიზიტის ფარგლებში არ მინდა დავაკნინო არც ერთი ის მაღალჩინოსანებისთანაც შეხვედრების შედეგად, რა თქმა უნდა, ყველა ამ თანამდებობის პირთან ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი და დიალოგი, მაგრამ უნდა ვთქვათ პირდაპირ ისევე როგორც ვამბობდი ეუთოზე. ამერიკის შეერთებული შტატების ელაპარაკება ავტოკრატიულ რეჟიმებს. ამიტომ თავისთავად ლაპარაკი, შეხვედრა და საუბარი ეს არ არის დაკავშირებული ლეგიტიმაციასთან. მოდით ეს ბოლოდინებით დავაკორექტიროთ ჩვენს მოქალაქეებისთვის, რომ მათაც იცოდნენ. შესაძლოა. აი რა იქნებოდა მაშინ აღიარების მანიშნებელი? თუ კი ეს არ არის აღიარება, საუბარი, რა გვაფიქრებინებდა, რომ ისინი აღიარებენ ქართულ ოცნებას? ნუ ამ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი პროცესი ამ ოცნების ამ მთავრობასთან ურთიერთობის, რასაც ხედავთ რომ არ გრძელდება. ხა როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებდეს ერთის მხრივ მაგნიტსკის სიაში შეყავდეს ამ ქვეყნის პირველი პოლიციელი, ასანქცირებდეს ოცნების მაღალჩინოსნებს და მეორეს მხრივ რაღაცა ტიპის ლეგიტიმაციაზე ფიქრობდეს ამ რეჟიმთან, ხომ? და თან კიდევ ერთი ფაქტორი აქვს, ხა ეს ოცნების პროპაგანდის ნაწილია, რომ თითქოს რაღაცა თანხვედრა არის ტრამპის ახალ პოლიტიკასთან და პოლიტიკასა და მათ პოლიტიკას შორის. ეს ხომ სრული სისულელე და პროპაგანდაა მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამერიკის, ასე ვთქვათ, პროცესი პოლიტიკა შეიძლება გენდერის ცნება გააუქმეს და ასე ცდილობენ და გლობალური ომის პარტია შეცვალეს deep state. ნახეთ, ანუ როდესაც ამერიკაში ვხედავთ პოლიტიკურ პროცესს, ძირითადად ეს არის დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირება. იქ დაპირისპირება შეიძლება იყოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, სოციალურ პოლიტიკაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ ეს ყველა პოლიტიკოსი თანხმდება ამერიკაში, რომ დემოკრატია თავის ადამიანის უფლებებით, კანონის უზენაესობით, სასამართლო სისტემით და ასე შემდეგ, ეს არის ფუნდამენტური ღირებულება, რომელზეც ისინიც არ კამათობენ ხო ერთმანეთში. და როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობდეს ან ლეგიტიმაციას აძლევდეს სრულიად არადემოკრატიულ რეჟიმს, როგორც არის ქართული ოცნება. ამ პროტესტის დასაწყისში მიზანი რა თქმა უნდა იყო ის, რომ ხელისუფლებას არ მიეღო ლეგიტიმაცია და თქვენი სტრატეგია იყო, რომ მათ შორის გესაუბრათ საერთაშორისო პარტნიორებთან, აგეხსნათ ქვეყანაში არსებული ვითარება. ეს დღეს ახლა ლეგიტიმაცია თქვენთვის როგორი ლეგიტიმაცია აქვს ქართულ ოცნებას? არალეგიტიმურია, სადავოა, ესეც რაღაც ბოლო დღეებში გახდა პრობლემა, ჰაერში კიდია და შეიძლება ხვალ მიიღოს, შეიძლება არ მიიღოს. ანუ ეს პროცესი და ეს მოცემულობა, რაც ახლა უდგას ქართულ ოცნებას, შეიძლება შეიცვალოს ხვალანზე, შესაძლებელია ეს პერსპექტივა ჩვენ დავინახოთ. ვერ ვხედავ, ეს არის მხოლოდ ოცნების მცდელობა, რომ საკუთარი პროპაგანდისტული. კი ბატონო, ანუ თქვენი მიზანი, რომ სტრატეგია, რაც ჰქონდა თავიდან, რომ ლეგიტიმაცია არ ჰქონდა, ამ ეტაპზე წარმატებით ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ამას ფაქტები ადასტურებს. კი ბატონო, ამას ფაქტები ადასტურებს. დასავლური ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს ოცნების რეჟიმს და ამიტომ ნახეთ, ცივილიზებული სამყაროსგან ჩვენ თუ ვაღიარებთ იმას, რომ თურმე საუბარი და დიალოგი ლეგიტიმაციის ნიშნებია, ამიტომ შეიძლება ამ აღიარებამ ცოტა სხვა მიმართულებით წაგვიყვანოს და მაგის თქმას ვცდილობ ზუსტად, რომ შეხვედრები არ არის არანაირ კავშირში ლეგიტიმაციასთან და აღიარებასთან. ერთადერთი შეხვედრა, რის გამოც შეიძლება გაიმართოს, ეს იყოს ის, როგორ დაგვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები, რომ ქვეყანამ დაძლიოს ეს მწვავე პოლიტიკური კრიზისი და ჩატარდეს ამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები. აი, ეხლა თქვენი მიზანი რა? აი, თქვენი ამოცანა აქ და ახლა რაში მდგომარეობს? იმიტომ რომ სტრატეგიები, რა თქმა უნდა, შესაძლოა იცვლებოდეს, რაღაც გეგმას ვერ მიყვებოდე, ან მოცემულობები იცვლება, ხუთი თვე გავიდა, ხომ? დასაწყისში ქონდათ ლეგიტიმაცია, არ ქონოდა ქართულ ოცნებას, არ აქვს. შესაძლოა ამ მიმართულებით ისევ აგრძელებდეთ მუშაობას. მაგრამ დღეს რა არის ოპოზიციის ამოცანა? და ახერხებს თუ არა ოპოზიცია რაღაც პროცესი მართოს, თუ უფრო რეაგირების რეჟიმში, აი როგორ ხედავთ საკუთარ თავსაც?
უცნაურ როგორ არის იცით ჩვენ ის თავარი ამოცანა რაც რის გამოც ჩვენ ამ პროტესტის ნაწილი ვართ პირველივე დღიდან რომ გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, ამ ამოცანებში არაფერი შეცვლილა და ბუნებრივია ჩვენ კვლავ ვართ ამ პროცესის მონაწილე ნებისმიერ პლატფორმაზე, რაც უკავშირდება ამ ორ მთავარ მიზანს. ხო და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აერთიანებს საქართველოს დაბრუნება ევროპული დემოკრატიული განვითარების გზაზე, მაგრამ თქვენ თავად ახსენეთ სიტყვა ცვლილება. ბუნებრივია ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს და ვიყოთ მზად იმისთვის, რომ გარკვეული ტიპის ცვლილებები იქნება საჭირო. მე დღეს ნამდვილად არ ვარ მზად იმისთვის, რომ გითხრათ კონკრეტულად რა ცვლილებები, მაგრამ ერთის თქვა ნამდვილებით შემიძლია. რომ ამ პროტესტმა და ამ პროცესმა რა თქმა უნდა მიაღწია თავის მაქსიმუმს. იმ შესაძლებლობებით, იმ რესურსებით, რაც გააჩნია დღეს ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ქუჩაში გამოსულ საპროტესტო ელექტორატს, ასე ვთქვათ, და თუ შევადარებთ ამას, ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის ხელში არსებულ რესურსებს და მთლიანად მიტაცებულ ძალაუფლებას, ბუნებრივია ამ პროტესტმა მოიტანა ის მაქსიმუმი, რაც დღეს გვაქვს, რომ მართლაც თავი არ მოუწურავს, რომ მართლაც ოცნება არის არაღიარებული რეჟიმი და მას მიტაცებული აქვს ძალაუფლება და კიდევ ერთი მაგალითის მოყვანა მინდა რუსუდან თქვენის ნებართვით. საქართველოს მოსახლეობა ოცნებას ყავს, აი როგორ გითხრათ, მძევლად აყვანილი. აი ჩემს აღქმაში ეს არის ტერორისტული ხელისუფლება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც სამართალდამცავები ცდილობენ ტერორისტებისგან გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები, ამა თუ იმ შემთხვევაში ტერორისტებსაც კი ელაპარაკებიან. ამიტომ ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ამ ლაპარაკმა და დიალოგმა კიდევ ვიმეორებ. ამის საჭიროება დგას და შეუძლებელია ამ პროცესიდან გამოსვლა, არა, გულისხმობს საერთაშორისო პარტნიორების დიალოგს, თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დიალოგი ავტოკრატიულ რეჟიმებთან ეს ჩვეულებრივი ამბავია, მთავარი არის რაზეა ეს დიალოგი და ეს დიალოგი უნდა იყოს პოლიტიკური კრიზისის დავინახოთ, რომ დიალოგის განმუხტვის გზებზე. არ ელაპარაკებოდნენ, შეიძლება უკვე შედეგი ჰქონდეს ისევ თქვენთვის ქვეყნის შიგნით. რა თქმა უნდა, ასეც არის, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ძალიან განზიდვა ექნება, ხო, ჩვენ ხომ არ განვიხილავთ. ეს პროცესი რუსუდან თავიდანვე შედგებოდა ორი ბოდიში ვასრულებ. ორი მთავარი მდგენელისგან. ეს არის შიდა პროტესტი და ეს არის ჩვენი მუშაობა საგარეო ასპარეზზე. და ახლა ჩვენ ბუნებრივია ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და მთელი ცივილიზებული მსოფლიოსი და ბუნებრივია მათი ჩართულობა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზების პოვნაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. საგარეო ფაქტორი განაპირობებს ახლა მეტწილად ქვეყანაში მიმდინარე პროცესს. საგარეო ფაქტორი დღეს არის იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს იყო 5 თვის წინ. რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორები იცვლება და ჩვენ უნდა გვეყოს სათანადო პოლიტიკური გამოცდილება, უნდა ვიყოთ საჭიროზე მეტადაც კი პრაგმატულად განწყობილი, ასე ვთქვათ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და გვესმოდეს, რომ რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკის გარკვეული კონტურების ცვლილებასთან ერთად ჩვენც მოგვიწევს ადაპტაცია მათ შორის ლოკალურ პროტესტში და ლოკალურ აი და პირველის ეთერში გიორგი გახარიამ თქვა, რომ ორივე არჩევნებისთვის ვემზადებით. ამ მიმართულებით რა ისმის? ეს არის ახლა სტრატეგია, რომ ასეთი პოზიცია ასე გაახმოვანოთ, თუ რაღაც შეიძლება ეს კონტურები უფრო მკაფიო გახდეს ნელ-ნელა, თქვენ რას აპირებთ? ამ ხრივ არაფერი შეცვლილა. ამ ხრივ არაფერი შეცვლილა. ჯერ კიდევ ჩვენ გვაქვს დღეს 27 აპრილი და არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით არის ჩანიშნული თუ არ ვცდები 4 ოქტომბერს. ამიტომ დღეს არის 6 თვეზე უკვე ნაკლები დარჩენილი და საკმარისი დრო იმისთვის, რომ ჩვენ ჯერ არ მივიღოთ გადაწყვეტილება და ჩვენ არა, ეს რეგისტრაცია სულ რაღაც 2 თვით ადრეა საჭირო და შესაბამისად მით უფრო არ არის სიჩქარე სწორი და სიჩქარე ვერ იქნება სწორი იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაც დღეს გვაქვს. შედეგიან თუ ქმედით ნაბიჯად აქ და ახლა ეს არ მიგვაჩნია. იმიტომ ახლა ჩვენთვის მთავარი არის ის, რა იქნება ყველაზე შედეგიანი და ეფექტური გზა ივანიშვილის მოძალად რეჟიმის დასუსტების. და თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ამ მიმართულებით ყველაზე ეფექტური გზა არის ქუჩის პროტესტში დარჩენა და არაფრის შეცვლა და ამ გზით გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ნაწილი ვიქნებით. მაგრამ თუ ჩვენ ჩავთვლით და ეს იქნება გონივრულად დასაბუთებული და რა თქმა უნდა შეთანხმებული ჩვენ სამორჩეულებთან, რომ რაიმე ტიპის სხვა გზა არის უფრო ეფექტური ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ბუნებრივია ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.